მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის ცარიელი სკამი იყო დარჩენილი. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა X-ზე ავრცელებს. ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველობმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი, ნათქვამია განცხადებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც გვაფასებს იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლონეთს ახლა არ უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასოს. მე არ მგონია პოლონეთს ახლა უნდა ჰქონდეს დრო, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასოს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ევროკავშირში არის ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემები. ევროკავშირს პირდაპირ ადანაშაულებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უსამართლობაში და აბა კრიტიკოს ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთი ხომ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას, ეს პირდაპირ თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და რატომ არაფერს ამბობს. ამიტომ ჩვენთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც ჩვენ გვაფასებს, აი იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა. განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ X-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის ცარიელი სკამი იყო დარჩენილი. ეს არის მიუღებელი ფაქტი, რომელიც ყველამ უნდა დაგმოს. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხების სროლა შეეხებოდა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს სიძულვილის გარემო შექმნილია გარედან, მათ შორის უცხოური დაფინანსებით. თუ კი გაბედავენ და გაასაჯაროვებენ EED-ის დაფინანსებას საქართველოში, იქ ამოიკითხავთ ყველაფერს. ნახავთ, ვინ აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილების კამპანიას და როგორ იქმნებოდა საქართველოში სიძულვილის გარემო. ნახავთ, როგორ აფინანსებდა ევროკავშირის ევროპის დემოკრატიის ფონდი პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საქართველოში ზიზღის და განხეთქილების დამნერგავები არიან. აქ იქნება პასუხი, რომ ეს გარემო იქმნებოდა მათ შორის უცხოური დაფინანსებით. ეს არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია მათ შორის უცხოური დაფინანსების მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს წაკიდონ. განაცხადა პაპუაშვილმა. პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის. ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. საქართველოში პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდებით, რომლებზეც უარს რუსეთიც არ იტყოდა. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს, წერს ნატალი ლუაზო. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ასროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ტევ1-ის ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. როგორც ინტერპრეს ნიუს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173 მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ამასთან ტევ1-ის იურისტ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით ოპერატორის დაკავებასთან და ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. ადვოკატის ცნობით ჯიოშვილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. ოპოზიციის მცდელობა არ ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც შესაძლოა მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. შეგახსენებთ, პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თანამდებობების პირები დაიბარა. ქართულ ოცნებას მიტაცებული არჩევნების შედეგად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამას არ შეეგუებიან თანამოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, განიცდიან თავისი ქვეყნის მომავალს და იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ. ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე გუშინდელ აქციაზე განაცხადა. ჯაფარიძის შეფასებით ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ახალ სამართლიან არჩევნებს შეუძლია. ოცნება სახიფათოა ჩვენი კულტურული იდენტობის მტერია. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აეროპორტში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, ქართულ ოცნებას მსგავსი უღირსობების ჩადენისთვის ფასის გადახდა ყოველდღიურად მოუწევს. ჩვენ ქართველები ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი კულტურული იდენტობა უნდა დავიცვათ ოცნებისგან, რომელიც დედის ტოლაკალს თავს ესხმის და შემდეგ ვიღაც პოლიტიკოსები. კაცები კი არა პოლიტიკოსები გამოდიან და ამას ამართლებენ. უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი უღირსობების ჩადენის ფასის გადახდა ყოველდღე ხდება, განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას გეგმავს. როგორც ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე გზა არის ამორტიზებული და მძიმე მდგომარეობაშია. ხშირია დაზიანებები და გზის ჩავართნის შემთხვევები. კალაძის განმარტებით სამუშაოები ალბათ მაისში დაიწყება. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე გააკეთა. კალაძის თქმით, სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მერია გეგმავს არსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო პატიმრების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მექანიზმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 19-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული. 19-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ზოგან ძლიერი მთაში და მაღალ მთაში, ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავ საშიშროება. საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, დიდ თოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავ საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კონტაქტის შედგა და მას ორივე მხარე პოზიტიური და კონსტრუქციული ტონით ახასიათებს. განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი მოლაპარაკებები არ ყოფილა, რადგან ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კონტაქტები არ ყოფილა. წარმოიდგინეთ, კონტაქტები არ ყოფილა ორ ქვეყანას შორის, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან, რომლებიც მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რომლებსაც საერთო პრობლემები, კითხვები და საქმეები აქვთ. კონტაქტი არ ყოფილა, რადგან იგი წინა ადმინისტრაციის მიერ სრულიად დაბლოკილი იყო, აღნიშნა ზახაროვამ. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 106 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ M ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 167 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 106 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, კიევის, სუმის, ჩერკასისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა, აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს და 33 სხვა პირს ბრალი წაუყენა. გენერალური პროკურორის ბრალდებებს ბრაზილიის უზენაესი სასამართლო განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ბოლსონარუს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ბრალდებების თანახმად ჟაირ ბოლსონარო ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ალექსანდრე დე მორაის მკვლელობას გეგმავდა. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. არასდროს უნდა დაგვაუწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ. ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსული ძალების სამიზნე კი უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ობიექტები იყო. ჯერ კიდევ გუშინ ერ-რიადში გამართული ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისე ვიტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მიზანში არ იღებენ. თითქმის პარალელურად კი მათ მორიგი შეტევა დაიწყეს და დრონების გამოყენებით ელექტროტრანსფორმატორებს დაარტყეს. არასდროს უნდა დაგვაუწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ, მათი ნდობა არ შეიძლება და მშვიდობის მიღწევისთვის მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებების შესაძლოა თებერვლის ბოლომდე შედგეს. ამის შესახებ კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრა თებერვლის ბოლოს შეიძლება იყოს, ან შეიძლება არ იყოს. განაცხადა პესკოვმა, მისი თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას აშიში და რუსეთი ვერ მიიღებენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოსკოვსა და ვაშინგტონში არ შეიძლება. ამ საკითხზე აზრთა გარკვეული გაცვლა მოხდა, მაგრამ ამაზე უფრო შორს წავლა შეუძლებელია, აღნიშნა პესკოვმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.